Ჩვენს რეალობაში არის მარტო დამოუკიდებელი მედია და დანარჩენი არის პროპაგანდა. არის თულ მდგომარეობაში. თავარი მიზეზი, რატომ არის მედია აქტივისტებთან და პოლიტპატიმრებთან ერთად თავდასხმის ობიექტი, რომ ისინი აშუქებენ რა ხდება ქვეყანაში, ხალხის ხმა არის. ამიტომ მედიას ესხმიან თავს, იმიტომ რომ მედიამ არ გააშუქოს რა ხდება ქვეყანაში, რა რეალური პრობლემებზე გამოწვევებია. ამიტომ ზიან ციხეში მზიამაღლობელი, ამიტომ არის ეს კანონები მიღებული, ამიტომ არის სინდისის პატიმრები. რომ არა მედია, ჩვენ ყოველდღურად ვერ გავიგებთ რა ხდებოდა სასამართლოში. რა კანონები მიიღეს, სრმოწმეები, შესაძლო კორუფციული გარიგებები და ასე შემდეგ. ამიტომ ვიცავთ მედიას, ვიცავთ სიმართლეს, ვიცავთ სამშობლოს. მედიის დაცვა არის ჩვენი თითოეული ადამიანის უფლების დაცვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს რაღაც პერიოდში მადლობა გადაუხადოთ და კომუნიკაციული კომისიას შევახსენოთ, რომ ამ დრაკონულ კანონმდებლობის ფარგლებშიც კი მათ სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მედიას მისცენ დამოუკიდებლად საქმიანობის შესაძლებლობა. მაშინ როცა ევროპარლამენტმა სწორედ ეხა მიიღო რეზოლუცია მზია ამაღლობელზე და ქართულ მედიაზე და ამ რეზოლუციის სრული სულისკვეთება არის ის, რომ უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლო მზია ამაღლობელი და ასევე შეწყდეს ის ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკა ქართული მედიის მიმართ და იმ უამრავი უკანონობის მიმართ, რაც განხორციელდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ამისთვის პასუხი არავის უგია. ეს არის მაისური, რომელიც გაუკეთეთ მზია ამაღლობელს, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში და მას სურდა რაღაც ამ ფორმით, რაიმე ფორმით მხარდაჭერა გამოეხატა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც გარეთ არიან წარმოუდგენელი რეპრესიების ქვეშ. ეს ინიციატივები ცალკე მედიის წინააღმდეგ, ცალკე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ცალკე ტელევიზიების წინააღმდეგ, ცალკე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებთან დაკავშირებით სარჩელები, ეს ყველაფერი უზარმაზარი წნეხის ქვეშ აქცევს ჟურნალისტებს და მედიას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედია და მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები ამ წნეხს რამენაირად ექვემდებარებიან, ასე ვთქვათ, ამ ცენზურას, რომელიც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს ცენზურა, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა. თუ მომლოდინე პოზიცია გვექნება და გვექნება სურვილი ან მოლოდინი განცდა იმისა, რომ ვიღაცა მოაგვარებს ჩვენ პრობლემებს, ჩვენ არც მედია გვექნება. ციხეშიც მეტი ადამიანი იქნება და დიქტატურაც იქნება აყვავებული. და ეს რეზოლუცია თავისი შინაარსით არის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი თითოეული ჩვენგანისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ფიქრობენ ჩვენზე, ჩვენს პრობლემებზე, ხედავენ ამას, გვიცხადებენ სოლიდარობას, ფიქრობენ ამისი გადაჭრის გზებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, ევროპარლამენტი ევროკომისიას მიმართავს, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს და ყველას, რომ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს და სინამდვილე არის ძალიან მძიმე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში დღეს დიქტატურა მყარდება. რეალური განზრახვა არის ის, რომ მათ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელ მაუწყებლებს იმუშაონ და მათ წინააღმდეგ გამოიყენონ არაპროპორციული და არაადეკვატური სასჯელები. ეს არის ჩვენი მთავარი დღეს აქ ყოფნის მიზეზი, რომ კომისიის ეს მიმართულება იქნეს გაპროტესტებული და ხმა იქნეს ჩვენი გაგონილი, რომ არ დაუშვან და არ მიიღონ მედიის შემზღუდავი გადაწყვეტილებები და არ გამოიყენონ ეს სანქციები. თვითონ მედიის მიმართ რაც ხდება თქვენ ხედავთ, არაერთი კანონია, რომელიც ცდილობს საქართველოში დამოუკიდებელი მედიები აკრძალოს და გააქროს. ჩვენ ამის მიუხედავად, ამ განზრახვის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას.